ქართული არტიზანული ბრენდი კავეული, რომელიც ნიშურ სუნამოებს, სამკაულებსა და ძვირფასი ლითონისგან დამზადებულ აქსესუარებს ქმნის, კორპორატიული მიმართულებით განვითარებაზე მუშაობს. როგორც ბრენდის დამფუძნებელი და პარფიუმერი თამარ ქაფიანიძე BMG-სთან ინტერვიუში აღნიშნავს, ბოლო პერიოდში ინტერესი ინდივიდუალური და კორპორატიული სუნამოების შექმნის მიმართ გაიზარდა. კომპანიები სულ უფრო ხშირად ცდილობენ ერთგულ მომხმარებელს უნიკალური, ემოციურ კავშირზე აგებული საჩუქარი შესთავაზონ. არომატი, რომელიც მათ ბრენდის ისტორიას ყვება. თამარს უკვე აქვს გამოცდილება ორ იტალიურ კომპანიასთან თანამშრომლობის, სადაც კორპორატიული სუნამოების შექმნაზე იმუშავა. მისი თქმით, ეს პროცესი კომპლექსური და ხანგრძლივია, მოითხოვს ბევრ ექსპერიმენტირებას, რადგან არომატში უნდა ითარგმნოს კორპორაციის ფილოსოფია და მთავარი გზავნილი. კორპორატიულ მიმართულებასთან ერთად კავეული აგრძელებს საკუთარი პროდუქციის განვითარებას. ბრენდი, რომლის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად სუნამოს ხაზის სახელდება საწარმოო ნედლეულს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ყიდულობს. მისივე ინფორმაციით წარმოებას არაერთი გამოწვევა ახლავს. ნედლეულის გაძვირება და ვალუტის კურსის მერყეობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ფასებზე. ის აღნიშნავს, რომ განსაკუთრებით მკვეთრად გაიზარდა ვერცხლის ღირებულება, რომელიც გამოიყენება როგორც სამკაულში, ისე კავეულ პარფიუმის სპეციალურ გულსაკიდიან ვერსიაში. კავეული 2018 წელს დაარსდა და თავდაპირველად მხოლოდ სამკაულის ხაზს მოიცავდა. 2020 წელს ბრენდმა პირველი სუნამო გამოუშვა, ხოლო დღეს ასორტიმენტში 3 სუნამოა წარმოდგენილი. სპორტ დარბაზების ქსელში რეფორმა ბოლო 1 წელიწადში მომხმარებელთა რაოდენობა 25%-ით გაიზარდა. როგორც BMG-სთან კომპანიის დირექტორი გიორგი ლაზარიშვილი აცხადებს, ზრდის ტენდენცია ამ ეტაპზე ჩენარჩუნებულია და ყოველდღიური ვიზიტორების რაოდენობა კვლავ მატულობს. ქსელმა, რომლის პირველი ფილიალი 2018 წელს გლდანში გაიხსნა, დღეს უკვე 4 ლოკაციას გლდანს, ორთაჭალას, ნუცუბიძეს და კიკვიძის ტერიტორიას აერთიანებს. კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, ზრდა განსაკუთრებით შესამჩნევია ვიზიტორების ყოველდღიურ ნაკადში. კომპანიაში განმარტავენ, რომ აქტიური მომხმარებლის ზუსტი რიცხვის განსაზღვრა რთულია, რადგან მათ თითქმის ნახევარი ფიტპასის მეშვეობით სარგებლობს. მომსახურები და ამ არხით მიღებულ სტატისტიკაზე სრული ცდომა არ აქვთ. რაც შეეხება აუდიტორიას, რეფორმას ძირითადად 18-დან 45 წლის მომხმარებლები სტუმრობენ. დირექტორის თქმით, მათი უმრავლესობა დასაქმებული ადამიანია, რომლებიც ჯანმრთელობასა და ფიზიკურ ფორმაზე ზრუნავს. პარალელურად დარბაზში ვარჯიშობენ პროფესიონალი და მოყვარული სპორტსმენები, ვისთვისაც რეგულარული ფიზიკური აქტივობა აუცილებელია. საფასო პოლიტიკაზე საუბრისას კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ რეფორმას ფასები კონკურენტებთან შედარებით ხელმისაწვდომია. გასულ წელს აბონემენტის ღირებულება 13%-ით გაიზარდა. 25 თებერვალს სან-ფრანცისკოში Samsung Electronics-მა წარადგინა Galaxy S26 სერიის smartphone-ები და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მობილური ტელეფონი მხოლოდ მოწყობილობა არ არის. ეს არის პირადი AI ასისტენტი, რომელიც სწავლობს შენს ჩვევებს, ერგება შენს ტემპს და ყოველდღიურობას უფრო მარტივ, სწრაფს და დაცულს ხდის. საქართველოში Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები უკვე დაიწყო, ხოლო პირველ მყიდველებს ექსკლუზიური საჩუქრები ელით. Helios Energy-ის დამფუძნებლის თორნიკე დარჯანია შეფასებით მზის ენერგეტიკაში საქართველოში აფეთქება ბოლო 2 წელიწადში გვქონდა. მან ამის შესახებ BMG Drive-ის ეთერში ისაუბრა და დასცინა, რომ განახლებადი ენერგიის მიმართ ქვეყანაში მოთხოვნა გაიზარდა და მეტი მიმღებლობაც გაჩნდა. BMG-ის ეთერში სტუმარმა მზის ენერგიის ფინანსურ სარგებელზე, მათ შორის ინვესტიციის უკუგებაზეც ისაუბრა. როგორც მან განმარტა, წლების წინ ძვირადღირებული ტექნოლოგია დღეს გაცილებით ხელმისაწვდომია და მზის ელექტროსადგურის სრულ უკუგებას 3 წელიწადში იძლევა. ფინანსურ სარგებელზე საუბრისას თორნიკე დარჯანია ასევე აღნიშნა, რომ დღეს საქართველოში განახლებადი ენერგიის გამომუშავებით კერძო კომპანიები უფრო მეტად არიან დაინტერესებული, რადგან ქსელიდან მათი ელექტროენერგიით მომარაგების ტარიფი უფრო მაღალია.